ყველას მოგესალმებით. ესე იგი გისურვებთ რა თქმა უნდა კარგ დღეს და შაბათ-კვირა კიდე კარგად დაგესვენოთ ბატონო რომ ახალი იდეებისთვის და ახალი რაღაც მიზნებისთვის გაგეღოთ კარები რა. ესე იგი მახსენდება ესეთი ამბავი ჩემი ბავშვობიდან ხო რა უმეტესად. ესე იგი სანამ თქვათ მაგალითად ქუჩაში გახვიდოდი ხუდადოვის ტყე იყო ჩემს სახლთან ახლოს რა და ახლაც იქ არის კი არ წასულა უბრალოდ რახან წარსულში მომბობ ის იმიტომ ყვები ესე რა. ესე იგი ჩიტები ჟღურტული ბატონო და იქ რაღაცა ბუნების ხმა და რაღაცები და თვალებს ხუჭავ გაუცნობიერებლად მაგალითად არ ხარ არც ბუდისტი არც თქვათ იოგას მისდევ მაგრამ აი ხუჭავ თვალებს და უსმენ ამ ყველაფერს რომ რა კაია რა რომ აი ღმერთო ცოცხალი ვარ რა და მომეცი ცხოვრება რომ აი ეს ყველაფერი ეს სიკეთე ეს სილამაზე და ესთეტიკა დავინახო და შევაფასო. ხო და აი მე უკვე გარეთ რო გამოდიხარ ბატონო გარეთ რო გამოდიხარ აი პერიფერია იქ რაღაცა იმის რა ქვია ლოტკინის მარშრუტკები იქ ტაქსის რო ვიღაცა ეჭუბება რომ ბიჭო ამიყვანი ლოტკინზე თორე დაგბრიდავ რაღაცა მე მახოს ახლობელი ვარ აი ესეთი რაღაცეები რა და ამ ყველაფერზე ხა არ გინდა მიაქციო იქ ვიღაცა აგდია მთვრალი რაღაცა და აი ამ ყველაფერზე ვარ იმას ახლა მიაქციო ყურადღება იყო აი უფროსი ხალხის ჯგუფი რომლისგანაც რა თქმა უნდა ახალგაზრდობა მივილტოდით რომ ინფორმაცია რა რაღაცა მივიღოთ მაშინ არ იყო ეხა ეს ინტერნეტი და რაღაც თორე ინტერნეტი რო გაჩნდა მე რაღაცო ნელ-ნელა დავიწყეთ რაღაცები სწავლა და აი დავაკვირდი უბრალოდ რომ ადამიანების რაღაცა ჯგუფს პიროვნულად ზოგიერთი ერთმანეთს ვინც ბაძავს ეს ცალკე ის არის ცალკე საქმე არის აი არის ადამიანები რომლებიც მაგალითად თავის აი ისტორია რო დაიწყოს ამძიმებს რაღაცით რა აი მაგალითად აი შევესწარი ესეთ სიტუაციას ეს ერთი უფროსი ეუბნება მეორეს რომ ბიჭო ხო ისე რა არის ორივეს გაზეთი უჭირავს ახლა რა თქმა უნდა ან იყო ის რა ქვია სპორტ ინფო იმიტომ ტოტალიზატორს თუ რაღაცას უბერავდნენ ეგენი რა იმ დროს და ბიჭო ახალი იცი ახალი ხო და ახალი იცი ახალი ეს არის როგორი ვარიანტი იცით რომ ახალია ოღონდ ის მეორე დაყოლებული ახალით უფრო იმას შვება რა ანუ რაღაც ამძიმებს უფრო ინტერესს უზდის რა ამ ადამიანს რომ ეს მოისმინოს რა ახალიო ისე იცი ვის ქონდაო პირველი მობილურიო ეხლა მე გადავერთე რომ პეიჯერი უკვე всё დამთავრდა ანუ პეიჯერი ვიღაც დაბალი დონის ადამიანს ქონდა რა და ეხლა ველოდები რომ რაღაცას მოვისმენ რა ეს არის ის ისტორია რომელიც მე მაგალითად უნივერსიტეტში გამომადგება ან სადმე რა რაღაც სუფრაზე ვიტყვი ან რაღაცა და ბიჭო ლავრენტის ბერიასო რა ხედავო ბიჭო რა მაგარი კაცი იყო და რაღაცა და ხო და აი всё დამთავრდა რა აი ეს იყო მოვალეობა მოიხადა კაცმა მოყვა ეს ისტორია და всё დამთავრდა ანუ ეხა ველოდები რომ ამას გაგრძელება ექნება აი ვის ურეკავდა მაგალითად რა ფირმის იყო ეს მობილური Siemens-ი, Motorola, თქვა Sony Ericsson-ი თუ აი რა იყო LG თუ რა ხო არაფერი და ეს დამთავრდა ნუ ლოდინი და მე მომტრიალდი წავედი რა თქმა უნდა იმიტომ რომ უკვე მივხვდი რომ დღეს არავითარი მსგავსი ამბავი არ იქნებოდა და ეხა ის მე უკვე იმის რა ქვია აი სააკაშვილის დრო რო იყო უკვე რა რო გრიმიტობდა მიშიკო მაშინ ეგეთი ამბავიც იყო რა ეგეც მოყვეს ისო ეს ისევ ეს კაცი იწყებს ახლა ბიჭო ახალი იცი ახალი და ეს ეგრევე ეუნება რომ რა ახალი ანუ ისიც როგორ იცით ისიც ელოდება გამიგე რომ ეს ტიპი ისეთ ინფორმაციას მიაწვის რომელიც აი არავინ არ იცის და შეუძლია რომ გვერდზე მეზობელს უთხრას ეს ყველაფერი რა ბიჭო ის რო არის საპონჩიკე რო არის ავლაბრის მეტროსთან ავლაბრის მეტროს სხვადასხვა შორის მაგ ადგილზე ძალიან მაგარ ხინკალს აკეთებდნენ მე მახსოვს უბრალოდ რა და არ ვიცი ეხლა დაანგრიეს თუ კიდე არის აი ავლაბრის მეტროსთან იყო მაგალითად შენობა სახლები ბატონო და აი გვერდზე აი როგორც კი ხელმარჯვი მე მგონი ისანისკენ რომ მიდის გზა აი მანდ იყო ეგ ისა სახინკლე რა და ბიჭო სააკაშვილმა 54 პონჩიკი შეჭამო და ვაუ რა სამბო ხო ბიჭო ეს ჩემი ახლობელი მუშაობს მანდ და მაგან მითხრაო რა და აი ხა გაგზელება არაფერი ანუ აი ეს ისტორია ეხა მაგალითად ხო აი არაფრის მომცემი საერთოდ აი ინფორმაციულადაც დაშლილი ანუ დაცლილი არაფერი არ არის რა აი რა ხეირი ჩვენ
და რა ხეირი თქვა ანუ გამოაჩინეს რომ ღორივით ჭამდა თუ აი რა იყო ეს ვერ გავიგე რა უბრალოდ რა და აი მსგავსი რაღაცეები სამწუხაროდ ხო მომისმენია მარტო როგორი ადამიანებისგან იცით აი უმეტესობა ვისაც აი საბჭოთა ცხოვრებაა გავლილი ხო რატომღაც უმეტესობა აი წარსულის იქით თქვა ამბავი არა აქვს ანუ მომავალი არა აქვს ადამიანს რა მაგალითად კარტზე რო ავიღოთ ბატონო კარტის თამაშზე ლაპარაკი მაგაზეც აი ბავშვებო თქვენ რა ჯოკერს თამაშობ ჩვენ დროს იყო ჯოკერი თუ იყო და ეხლა რა თქმა უნდა 4 ადამიანი დავინტერესდო რას ამბობთ ბატონო ანუ რამე წესები იყო ახალი თქვა და არა კარტი თბილისში არ იყიდებოდაო და ჩელიაბინსკში მივდიოდითო რა და აი მე ვთხარი ცუდია ეგ მეთქი რომ ჩელიაბინსკში მიდიოდი იმის კარტის საყიდლად ანუ ქვეყანას რატო არ ქონდა რაღაც ანუ კარტსაც ვერ უშვებთ ესე იგი რა ამ ხრივ ანუ ესეთი მდგომარეობაა და აი უბრალოდ გავამახვილე ყურადღება რომ ასეთ ადამიანებს უმეტესობას ხო არ მოვი იმის რომ უპოტენციალურად უნდა მოიხსე და რაღაცა არა უბრალოდ დრო არ უნდა დაკარგო მსგავსი რაღაცეების აი ადამიანები რომლებიც მაგალითად გვიყვება აი მაგალითად ლავრენტი ბერიას რომ მანქანაზე როგორიც ისინი ქონდა რა რაღაც ნაკლეიკები მიკრული და რაღაცები არაფრის მომცემი არ არის რა და დააკვირდით კიდევაც იმას რომ ადამიანები რომლებიც ეკედლებიან რაღაცა ისტორიულ ფიგურებს რომლებიც ადრე იყვნენ რა ეხლა სტალინმა თელი დედამიწა რო გადაეშენებინა და ხელთავიდან აეშენებინა და რაღაცა გარდაცვლილი არის უკვე ეს ადამიანი და არ საჭირო არის ამ ადამიანის რაღაცა ან კიდე რუზველტი და ჩერჩილი და ის კი მოსაგონად კარგი რაღაც თუ რამეს გასწავლის მოიგონე მაგრამ როგორც ასეთი ეხლა თავზე ახვიო ადამიანს მისი აზრები რომ აი სტალინი და დიდება და რაღაცა ნუ არ მიმაჩნია რა ნორმალურად რა რაღაც არ არის რა ესე ჩემი კუთხით მე ვფიქრობ რომ ადამიანი თქვა თუ კითხვას არ გისმოს მაგასთან დაკავშირებით ხო თან რომ ვიცი რომ ადრე ცხოვრობდი რა ძველი ადამიანი ხარ და თქვა გესმის იმ დროს რა ხდებოდა გამოიარე ხო თუ არ გესმის რატომ ახვევ თავზე აი იყო ადამიანები რომლებიც აი ტვინს ჭამდნენ რა რასაც ქვია რა აი ამ ყველაფერზე სტალინი რა აი იმის აი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის და რაღაცა იმის სან ანტონიო სპურსის დაპირისპირებაში არა სტალინის დროს იყო კალათბურთი თუ იყო და ერთმა მოყვა რომ ისო პიპკა აი ეს არ ვიცი ხო ქართულად პიპკას რა ქვია აი პიპკაო იმით იყო რა ქვია რკინის ბოლტით იყო დაჭერილიო და თავი გამიხეთქაო კალათბურთელბაო რა და ეს ისეთი სიაბაყი ტყვებოდა ამ ამბავს რომ მე ვთხარი პიპკაზე რატო იყო ბოლტი ანუ რკინის ბურთით თამაშობდნენ ანუ არ ვიცი თქვენ დროს იმის რომ აირონმენი რკინის კაცები თამაშობდნენ იმას კალათბურთს რა არაო აი პიპკაო ეჭირაო იმას რკინის იმასო აი ესეთი ის იყო და გავგიჟდი მეთქი და აი რა დროში ცხოვრობდით ხალხო და ეს არის საამაყო მეთქი სპალდინგის ბურთი კალათბურთელი ყავდა მეზობელი იმან პირველად რო განახა აი გიხაროდა რომ იმ ბურთით თამაშობდი რა ხო და აი ეს ადამიანები უმეტესობა აი ყვებიან ეგეთ რაღაცებს რომელიც აი საერთოდ არაფრის მომცემი არ არის რა ხო და ამიტომ გაამახვილეთ იმ ადამიანებზე ყურადღება ვინც მაგალითად შევას მოხსებს ისეც რომელიც მაგალითად მომავალში გამოგადგება რა ხო და წარსულს ვინც ეპატინება კიდე სამწუხარო არის რა უბრალოდ მე ვფიქრობ მე ამ ადამიანებს ანუ გულში წყენა ექნებათ მოიწყენენ თქვათ თავიანთ როლს ვეღარ იპოვიან ცხოვრებაში და აი ამ ხრივ მე ვფიქრობ არ არის ეს კარგი რა ადამიანმა მე ვფიქრობ არ უნდა შეწყვიტოს თქვათ რა იმის სწავლა ან განვითარება რა ეხა არიან ადამიანები მაგალითად რომლებიც კი თავისი ასაკი მოვიდათ ბატონო პენსიაზე არიან თქვათ არ მუშაობენ მაგრამ რაღაც ახალ რაღაცებს ზოგმა იმას დასაკრავ ინსტრუმენტებზე გაამახვილა ყურადღება და აი ესეთ რაღაცებზე ზოგმა ინგლისური სწავლა დაიწყო ბატონო კომპიუტერი რაღაც ტელეფონი თავისის უნდა რა ანუ ამაში მე არანაირ პრობლემას არ ვხედავ და ზოგადად ხო კარგი იქნებოდა მაგალითად აი აქ ეხა მაგალითად საფრანგეთში და ლუქსემბურგშიც მაქვს გავსი რაღაცა ნანახი მოხუცებისთვის არ ვამბობ ძალიან ისეთი მოხუცებისთვის სპეციალური რაღაც ფორუმები ეწყობა რაღაც შეხვედრები არიან მაგალითად ვინც მაგალითად მე მეთევზეების შეხვედრია ბატონო ფესტივალს აწყობენ აი ძველი მეთევზეები და ხალხს ანახებენ იმას კაუჩს მაგალითად როგორ იმას ძუას როგორ იმას ახვევს და აი თავის დაჭერის დროს თქვა როგორ უნდა მოიქცე და ასეთ რაღაცებს და აი მაგალითად რომელი საჭმელით უფრო მოიზიდავ იმას თევს მაგალითად რა და ესეთი რაღაცეები რა და ეს ხალხი არ ფიქრობს იმას რომ აი ვიღაცას ეს არ აინტერესებს ეს ხალხი არის გადაყრილი თქვა ან
გაწია რა იმან ანუ იმ ახალგაზრდების სოციუმში აღარანი პირიქით მე ვნახე რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბატონო აი ამ მოხუცებთან და ასაკოვან ადამიანებთან რომლებიც რაღაც პროფესიებს და ეხლაც სწავლობენ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და არა აქვს რაღაც ისეთი მომენტი რომ აი რაღაცა ეგ კაცი უბრალოდ აი ბირჟაზე შეასრულებს მოვალეობას რა რომ აი მოგვიყვეს მაგალითად პირველი ტელეფონი ვის ჰქონდა და ვის ურეკავდა და ასე შემდეგ ხო და აქ ამ ხრივ ყურადღება ექცევა ამ ხალხს ანუ ჯერ ახლა დაზღვევის კუთხითაც ექცევა ყურადღება ანუ ამაზე მათ არანაირი პრობლემა არ აქვს მაგრამ ისე ვამბობ უბრალოდ რა მე ამ ხალხში ვხედავ რომ მე არ მინახია აქ მოწყენილი თქვათ ისა რა იმას არ მოწყენილი ადამიანი არ მინახე აი მოხუც ადამიანებს რო ვხედავ ფესტივალზე და იმაზე რო გამოდიან რა იმ კონცერტების ეწყობა მათთვის ბატონო სპეციალურად რომ ანუ ეს ადამიანები მოდიან და აი გულს უხარებენ რა ეს არის და ეს და სხვათა შორის მე მოვყვები მოხუცთა თავშესაფარში მუშაობდი მე სხვათა შორის იქა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები მოხდა რა და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს და მოგიყვებით გაგიზიარებთ ჩემი ისტორიებს რა რომელიც მაგალითად მე ვფიქრობ ვიღაცისთვის საინტერესო იქნება რა ვიღაცისთვის იმას არ ვამბობ რომ ეხლა მაინც და მაინც ჩემი აზრი უნდა მოგახვიოთ თავს ესე იგი გისურვებთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველაფერს საუკეთესოს უფლის წყალობა და მისი მფარველობა არ მოგაყვლოთ რა და ყოველთვის გახსოვდეთ რომ იმას არ ვეთქვი უბრალოდ რომ ცოდვები არ არსებობს ისეთი რომელიც ანუ ღმერთს არ გაშორებს სახარებაში არის თქმული თქვათ რომელიც ცოდვა არ შეიძლება და ასე შემდეგ მაგრამ ისე მომბ ღმერთს ადამიანი იმაზე მეტად უყვარს ვიდრე ადამიანმა საერთოდ იცის ეს და გონია და გრძნობს ხო და ამიტომ არასოდეს არ მოიწყინოთ არასოდეს თქვათ არ დაუშვათ ის სასუწარკვეთილი მდგომარეობა რომ აი ვაიმე რამე შველება და რაღაცა ну რა თქმა უნდა ეხლა ისე ვამბობ რომ ამის გამო ეხლა თავი თქვენ საფრთხეში არ ჩაიგდოთ რომ მაინც ღმერთი დამეხმარება და რა პრობლემა არის არა ისე უბრალოდ იცოდეთ რომ ყველას აქვს ეს პერიოდი ცხოვრებაში რა თქმა უნდა სევდის რაღაცა ანუ სასოებას რო დაკარგავ ადამიანი დაიღლები ბატონო და ასე შემდეგ მაგრამ მაინც იცოდეთ რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის რა უყვარვართ გვიფრთხილდება და რა ვიცი რა მისი წყალობა არ მოგვაყოლოს რა აი ამას გისურვებთ კარგად ვანდებოდეთ და შემდეგ შეხვედრამდე ხვალაც დავდებ ვიდეოს აუცილებლად ვაპირებ სათევზაოდ წავიდე და ნახოთ აბა რა გამოგვივა რა დროებით